60% ადამიანი სოფლიოს ეგეთია მეგობრებო, რომელმა აი აქ რა წერია არ აინტერესებს. არ კითხულობენ. აქ რო უხატია ეს კაცი, ნახეთ წვრილი კამარი. ადამიანი ფიქრობს, ეს წვრილი კამარი გახდა ამ სვრის, ანუ ამ გერკულესის ჭამის მერე, ანუ ეს გერკულესი წონის დაკლებაში ან დიაბეტიანი ადამიანისთვის საუკეთესო იქნება. რომელიც ეგრე არ არის მეგობრებო, ამ პროდუქტთან მე პრეტენზია არ მაქვს, არ არის ცუდი და არც რეკლამას ვაკეთებს ამ პროდუქტს. მაგალითი მინდა რომ გაჩვენო რა უნდა წაიკითხო ყოველთვის თქვენი რო კიდულობს პროდუქტი. უკან რანაირად უნდა წაიკითხო რომ კომპანიებმა არ მოგატყუო. ყოველთვის მოგატყუებენ და აი პირველი მხარეს ეგეთი ლამაზად ორგანიკული ან შაქარის გარეში no added sugar მომატებული შაქარი არ არის, მაგრამ შაქარი არის. ეგეთი რაღაცაში მოგატყუებენ. დღის ვიდეო ბოლომდე უყურებ, რომ გაიგო ეს უკან რო წერია, როგორ უნდა წაიკითხო. ეს ვიდეოც გაგრძელება, რომელიც 5 ვიდეო გაკეთებულია დიაბეტიანი ადამიანისთვის, ინსულინის რეზისტენტობა ან პრედიაბეტი ან ჭარბიჭონიანი ადამიანმა, როგორ უნდა გაიგო, რა საჭმელი მაგისთვის კარგია, როგორ უნდა დაითვალოთ ნულიდან დაწყებული ბოლომდე, რომ თქვენ თუ უყურებთ ეს ყველა ვიდეო, გეცოდინება, რომელი საჭმელი უნდა ჭამო, იმიტომ სულ გაუგვებრობა ადამიანი ჯოგი დილით უზმოზე იგებს გერკულეში და ფიქრობს მე ძალიან საგატოვებები, ჯოგი ადამიანი თეფში სავსე ჭამს ხილი და ფიქრობს ეს ბუნებრივი ხილია და პრობლემა არ არის. ეგეთი პრობლემები თუ არ გინდა მეგობრებო, ეს გაუგებრობებია. შაქარი, ანუ შაქრიან დიაბეტი ადამიანისთვის ეს წვრილი რაღაცები აუცილებლად უნდა. საერთაშორის კანონია მეგობრებო, ნახშირისწყლები, პროტეინი და ცხიმები. ეს კომპონენტები კომპანიებმა უნდა დაწეროთ, როცა საჭმელის პროდუქტი არის. წვრილმანი რაღაცებში არა, როგორც სუნელები და ეგეთი რაღაცებში იმდენად არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს თავარი კვების პროდუქტებში, რძეში, მაჭონი, ეს ეგეთი პროდუქტებში ყოველთვის კანონია საერთაშორის, რომ ეს უნდა კომპანიებმა უნდა დაწეროთ. არ წერია ეგეთი პროდუქტი, აი ეს რაღაცები რო არ წერია, თქვენ არ იცი რამდენი გრამი შაქარი მიიგებს, რა შეეულია პროდუქტში, იმიტომ ეს პროდუქტი თქვენთვის არ ვარდა ადამიანისთვის ან ვისაც აქვს ჭარბიჭონა, პრედიაბეტი. ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრი არის ნახშირის წყლების რაოდენობა. წმენდა ნახშირის წყლები სხვა არის და აქ რო წერია ნახშირის წყლები ეს სხვა არის. აქ არის მეგობრებო, ნახშირის წყლები არის 60 გრამი. სურათში ნახე, მაგის სურათია ზუსტად. 60 გრამი ნახშირის წყლებია და აქ არის ბოჭკო 10 გრამი. ბოჭკო არის ისევე ნახშირის წყლები, მაგრამ ბოჭკო არადროს არ გადამუშავდება. როგორც ჭამჭვენ, პირდაპირ ნაწლავიდან გაწმენდავს და მოდის ტუალეტში გარეთ. ეს რო ტუალეტში გარეთ მოდის, ეს კაი ადამიანისთვის, იმიტომ ეს ნახშირის წყლები რო არის 60 გრამი, იქიდან უნდა გამოვაკლოთ მინუს ეს 10 გრამი, წმენდა net carbohydrate, წმენდა ზუსტად 50 გრამი დარჩა, აქ ნახშირის წყლები. 50 გრამი ნახშირის წყლები. თუ თქვენ ჭამს 100 გრამი ეს დილით. ესე ჩათვალე, რომ 50 გრამი ნახშირის წყლები ჭამე ერთდროულად და სიცხლში სასტრაფოდ რაკეტას ავიწავა შაქარი. ყოველთვის ეს წმენდა ნახშირის წყლები, რამდენი წინა ვიდეოზე გითხარი, უნდა იყო 25 გრამამდე. 25 გრამი. ეხლა 25 გრამი როგორ უნდა გააკეთო ეს? მაშინ 40 გრამი ან 50 გრამი უნდა ჭამო. ნახე? ერთი ჭამაზე 50 გრამი მიიგეთ და თან ბოსტნეული თუ მიიგებ,
აქ ხო შედის 10 გრამი ბოჭკო. ბოსტნეულშიც ბოჭკო შედის, რომელიც მერე ეს ნახშირის წყლები რო დარჩება აქ 50 გრამი, იმას მერე ნელა მიიყვან, რომ თქვენი სისხლში არ მოემატო შაქარი, ან არ გაგასუქო, ან მალე არ მოგშივდე. პროდუქტის პრობლემა არ არის. ჩვენ გვაქვს ეს პრობლემა, რომ ძომა არ ვიცი. იმიტომ ხო გასწავლე ეხლა. წმინდა ნახშირის წყლები დარჩა აქ 50. ეს არ არის კარგი თქვენი ჯანმრთელობისთვის თუ კიდე რა უნდა კითხო? თქვენი პროდუქტში ინგრედიენტები რა არის? ეხლა ჯოგი ინგრედიენტის გლიცემიური ინდექსი დაბალია, ჯოგის გლიცემიური ინდექსი მაგალია, მაგრამ მე რა ვიცი გლიცემიური ინდექსი როგორ წინა ვიდეოზე ხო გითხარი, კიდე გეუბნები. კიდულობს რაღაცა, ბანანს კიდულობ. Google გაქვს, დაწერე ბანანის გლიცემიური ინდექსი რამდენია და ამოვა პასუხი. ჯოგი პროდუქტში შედის მალტოდექსტრინი, დექსტროსი, გლუკოზა, ან შაქარი. ეგეთი პროდუქტების გლიცემიური ინდექსი ძალიან მაგალია და ყოველთვის წაიკითხე ეს მალტოდექსტრინი ყველაზე შხამიანი პროდუქტია, მალტოდექსტრინი. 100-მდეა მაგისი გლიცემიური ინდექსი. და პირიქით სტევია არის, სუკრალოსი, ერთ-ერთი შაქარია ეს ყველაფერი. ესპრატეიმია, საკრინია, ეს ბუნებრივი შაქრებია, რომელიც გლიცემიური ინდექსი არის ძალიან დაბალი. თუ თქვენი პროდუქტი იქნება ამით გატყბობილი, ან შოკოლადი, გლიცემიური ინდექსი იქნება დაბალი. და მალტოდექსტრინი, გლუკოზა, კორნ სირუფებისგან გაკეთებული თუ იქნება მაგალი მაგისი გლიცემიური ინდექსი, რომელიც თქვენთვის არ კიდე ერთი დიდი საიდუმლო. ყოველთვის უნდა ეწერებოდე თითო პროდუქტის 100 გრამის ციფრები. 100 გრამში რამდენი ნახშირის წყლები, პროტეინი და ესე ცხიმები შედის. მაგრამ ჯოგი კომპანია, სადაც ბევრი ნახშირის წყლები შედის, ის მაიმუნობ და აქ წერია 1 წამა. ეხლა, ჩემი 1 წამა სხვა არის, ჩემი სიდიდრის 1 წამა სხვა არის. ჩემი ცოლის 1 წამა სხვა არის. ყველა ადამიანის 1 წამა სხვადასხვა. ჯოგის წერია 20 გრამის ციფრები წერია, მაგრამ თქვენ ყოველთვის 100 გრამიანი უნდა დაათვალო, ეგ არის ზუსტი ციფრები, რომელიც 100 გრამია. მით უმეტე ეს ჩიპსები რო არის, არადროს არ წერია იქ 100 გრამის ციფრები. წერენ 50 ან 1 წამა, ეგეთი მაებუნა. ყოველთვის თქვენ 100 გრამში უნდა დაითვალო, 100 გრამში რამდენი ნახშირი წყლები, პროტეინი და ცხიმი და ერთი ინგრედიენტი კიდე. ყურადღებათ, მეგობრებო, არ უნდა შედიოდე refined grains. მაგას რო ქართულად რო გადავათარგმნეთ, გამოდის რომ დაქვეცილი მარცვლები. ანუ როცა ქორბალია, იქიდან გაცლილია ყველაფერი, მარტო თეთრი, იქ შიგნით არაფერი ვიტამინი და არაფერი დარჩა, მარტო სწრაფი ნახშირი წყლები დარჩა. ეს თქვენი პროდუქტში არ უნდა იყო, თუ გინდა დიაბეტის მკურნალობა, ან სიმსუქნე და შაქრიანი პრობლემა, ან პრედიაბეტი, ან ინსულინის რეზისტენტობის ბუნებრივი მკურნალობა. ბოლო მეგობრებო, ჰიდროგენირებული ძეთები აუცილებლად შეამოწმე პროდუქტში, სადმე ხო არ წერია პატარა წარწერებით. ეს პროდუქტის არაჯანსაღია ნებისმიერი ადამიანისთვის და დიაბეტი ადამიანისთვის უფრო. იმედია თქვენ წაიკითხავს ეხლა ეს ყოველთვის, რაც ჭამს და ეს აუცილებლად დაგეხმარება თქვენი ჯანმრთელობის სენარჩუნებაში. გააზიარეთ მეგობრებში, გამოიწერე არხი, ყოველთვის იქავი, ჯანმრთელი და ბედნიერი.